გამარჯობა, ეს რეგაცია გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. დიახ, გვიბრძანებს, რომ ჩვენ ქართველებმა საქართველოში დამოუკიდებელ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩავატაროთ. ხომ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი რა სიმაღლიდან გვიყურებს და ვინ ვგონი ვართ ჩვენ? როდიდან გახდა საქართველოს ჩეხეთის ოლქი ან პროვინცია, ან არ ვიცი რა თქვა, კოლონია. დიახ, როდიდან გახდა საქართველოს ჩეხეთის კოლონია? სპეციალურად დავინტერესდი, სანამ მეძინა ხომ არ გავხდით მეთქი ჩეხეთის კოლონია და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ჩეხეთის სენატს ჩვენი ქვეყნის ადმინისტრაციაზე. და გაირკვა, რომ არ ვართ არც ოლქი, არც კოლონია და არც არაფერი. მეცაც გეტყვით. ისიც გავარკვიე, რომ არც არასდროს გავხდებით. დიახ, ყველა ჩემი მიერ ნაპოვნ საბუთსა თუ ისტორიულ დოკუმენტში პირდაპირ ასე წერია: საქართველოს ჩეხეთის კოლონია არასდროს გახდება. კარგი, შევეშვებით ტინგიც, მაგრამ როგორ არ უნდა სცე პატივი საკუთარ თავს, ახლა ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს გულისხმობ, რომ ასეთი რამ იკადრო და სუვერენულ სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეში ასე უხეშად ჩაერიო. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს კომიტეტი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს არჩევანს რა არასერიოზულობით უყურებს. იმდენად არასერიოზულად, რომ ადგენენ და ამდაგვარი შეურაცხყოფილი განცხადება გააკეთეს. დავიჯერო სხვა საქმე და სხვა საფიქრალი არაფერი აქვს და რაც მთავარია, რატომ გადაწყვიტეს ასეთი დემარშის გაკეთება? რა იყო ტრიგერი? ფიქრობ, ამის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ერთ-ერთი ისაა ჩვენი კრეატიული ოპოები, გვარამიები, ზურაბიშვილები და ძმანე დანი მატნი, რომ დაწანწალებენ უშნოდ საზღვარგარეთ და ყველგან და ყველასთან მყრალი სიყალბე ჩააქვთ. ხო და ესტუმრნენ ჩეხებს და დაარწმუნეს ჩეხები, რომ აქ საქართველოში გაცილებით უარესად არის საქმე ვიდრე სინამდვილეში. მაგრამ ამ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სენატის კომისია მაინც არ უნდა იკადროს ამდაგვარი რამ და ენას კბილი დააჭიროს. ეს მისი საქმე არაა. და მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ ვიღაც წონიანმა ბრიუსელელმა ბიუროკრატმა ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს უბრძანა, რომ ჭკუა გვასწავლონ და მათ უხმოდ შეასრულეს ბრძანება. ეს ვარიანტი უფრო მისაღებია. ერთი რამ მაინტერესებს, ნუ თუ ამის მბრძანებელი ვეღარ მიხვდა, რომ ჩვენთან ასეთი რამ აღარ ჭრის, რომ ჩვენ წელში გავიმართეთ და ამდაგვარ შეურაცხყოფელ ყველა მითითებას რუსული კარაბლის მისამართით უშვებთ. დიახ, ვერ მიხვდნენ ამას და ჯიუტად თავისას მიერეკებიან. საიდან არ მოგვიარეს, ხან ბალტიისპირეთიდან, ხან პოლონეთიდან, ახლა უკვე ჩეხეთიდან. ასე თუ ვიარეთ, ადრე თუ გვიან რუსეთიდანაც შეეცდებიან ჩვენს დაშინებას. ჩემთვის ყველაზე გაუგებარი მაინც ერთი რამაა. რატომ უნდა ჩვენთან ჭიდილი და დავიდარება? განა არ ურჩევნიათ მეგობრობა და კარგი ურთიერთობა? რას იგებენ ამით? აი ეს არ მესმის. ეთყობა ცოტა ჭკუა ნაკლულები არიან და ფიქრობენ, რომ გავვათ და სრულიად არ იცნობენ საიდუმლოებით ახსავსე ქართულ ბუნებას და როგორც სხვა ქვეყნებთან, მაგალითად რუმინეთთან არიან მიჩვეული, ისე გვექცევიან. მართლა საინტერესოა, რას ფიქრობდნენ, როდესაც ჩეხებს ეს დაავალეს, რომ ჩვენ შევშინდებოდით, რომ ჩვენ გული წაგვივიდოდა ასეთი მითითებისგან, რომ ჩვენ დავფასურდებოდით, არიკა ჩეხებმა ნახე რა გვითხრეს, დროზე ახალი არჩევნები დავნიშნოთ, არ გავაბრაზოთ დიდი ჩეხეთი და სიხარულით შევასრულებდით მათ ხუშტურს. არ ვიცი, არ მესმის. დიდი პოლიტიკა არ მესმის. პატარაც არ მესმის, ამაგიეროდ მესმის ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ სუვერენიტეტის ლამაზ და მომხიბვლელ გზას დაადგა და ეს მეამაყება. მორიგ ბანალობას ვბრძანებ. ქვეყნებს შორის ნებისმიერი ურთიერთობა აუცილებლად სწორუფლებიანი და პარიტეტული უნდა იყოს. ისე კი წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, ჩვენ რომ ასე მოუქცეულიყავით, ჩვენი
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს რომ მიეთითა ჩეხებისთვის, აბად როზე ახლა მიდი და თქვენს შიდა პოლიტიკას მიხედეთ, რადგან ის ჩვენ არ მოგწონს. ალბათ ასეთი სიგიჟე რომ მომხდარიყო, ჩეხები დაიბარებდნენ ჩვენს ელჩს და ანახებდნენ ადგილს, სადაც კიბორჩხალები იზამთრებენ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.